საღამოშვიდების მეგობრებო, მოგიკითხავს დიდი სიყვარულით, იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. ყველას უდიდესი მადლობა. აი, დადებითი პოზიტიური კომენტარებისთვის და რომ მოგწონთ ჩემი გაშლები და თქვენზე ჩემი ხმა რომ კარგად მოქმედებს, ძალიან მახარებს და მაბედნიერებს ეს რომ თქვენზე კარგად მოქმედებს ჩემი გაშლების მოსმენა. ძალიან დიდი მადლობა აი ასეთი უკავშირებისთვის და რაც შეეხება იმას ცუდ კომენტარებში გულისხმობ უზრდელურ კომენტარებს. სულ რაღაც ჯერჯერობით ორი მაქვს ესეთი აღმოჩენილი, არ ვიცი ერთი და იგივე პიროვნება იყო თუ სხვადასხვა, არ დამიმახსოვრებია სახელი და გვარი, ასეთ კომენტარებს არ ვაჩვევ მეგობრებო ჩემს გვერდზე და ვშლი და ასეთ ვინც მიწერს იმ კომენტარებს, რა თქმა უნდა, ვბლოკავ. თუმცა დღეს ბევრი ვეძებე, არ დამჭირვებია არასდროს ვინმეს დაბლოკვა YouTube-ზე და არ ვიცოდი თურმე სად იყოს ბლოკი და ძალიან ბევრი ვეძებე. მე მგონი მივაგენი. მე მგონი დავბლოკე. თუ არ დამიბლოკია ახლა და კიდე დამიწერს რაიმე უზრდელოს, მე მითხარით სად არის ეს ბლოკი. რომ საბოლოოდ დავბლოკო სამუდამოდ. კაი. ხო, და კიდე ისიც რომ მე არ მესმის ახლა, ანუ რატომ უნდა უწერდე ადამიანს ესეთ უზრდელურ კომენტარებს მართლა. ანუ თუ არ მოგწონს რამე, ასკროლო ხო, ვინ გაჩერებს? ვინ გაიძულებს? ვინმე გაიძულა რა დაგეწერა ესეთი კრიტიკას არ ვიძახი, უზრდელური კომენტარი. ანუ რატო მიცნობ, ვინ ახარ საერთოდ. ხო, და კიდევ ასეთი ადამიანები, ვინც სრულიად უცხო პიროვნებას, ან თუნდაც ნაცნობსაც არ ვიცი მე ხა, ნაცნობსაც რატო უნდა უთხრა ასე. ესე უზრდელოდ მიმართავს და ესეთ სიტყვებს უწერს, მას დამიჯერეთ მეგობრებო, ძალიან დიდი გასაჭირი აქვს განვითარებაში და სულიერებაში ზოგადად, ანუ ძალიან მიწაზე განთქმულია და რა ასაკისაც არ უნდა იყოს, ჯერ ვერ განვითარებულა იმ დონეზე, რომ უზრდელურად არავის არ უნდა ელაპარაკოს. მით უმეტეს უცხოს. უცხოს, ანუ რას გულისხმობ ადამიანს, რომელსაც მისთვის არაფერი დაუშავებია, ხო? ანუ ამას გულისხმობ. ან მე ზოგადად აი რაღაც ეს უზრდელობისკენ ძალიან შორს ვარ და აი არ ვიცი, მგონი ჩემს პრაქტიკაში არ მაქვს ჯერ ისეთი გამოცდილება, რომ ვინმესთვის აი ესეთი უზრდელური სიტყვებით მიმემართოს, ან ესე დამემცირებინოს უზრდელური სიტყვებით, ხო? აი არ ვიცი. ხო და ვინც ასე აკეთებს, მას თვითონაც გასაჭირი და თქვენ თუ დაგმართვიეთ ესეთი სიტუაცია, თქვენ არაფერ შუაში ხართ. ის თვითონ არის ისეთ გასაჭირში, რომ კარგ ახალს ვერ ამოვა მაგ მდგომარეობიდან. ასე რომ დავიწყოთ ახლა ჩვენი გაშლა და დღევანდელი თემა ესეთი მოვიფიქრე, რომ აი ამ წლის ბოლომდე ვინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში სერიოზული პიროვნება. ნახოთ, ძალიან მაინტერესებს მეც. მოდი ნახოთ, ვენახი. და სადაც უმრობის ხასიათზე ვარ. ხო. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, ვისაც გამოწერილი გაქვთ ჩემი გვერდი და ენერგიები გვაქვს გაცვლილი ერთმანეთში, უფრო მეტად რეზონირდება მათზე. ვის შემოდის თქვენს ცხოვრებაში სერიოზული პიროვნება. აღარ გვინდა ეს არასერიოზული ტიპები, რომლებიც არაფერს გვახახვებენ. სწორად ვთქვი ხო? და მხოლოდ ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია მათთან. არ გვინდა ეს ლოდინი და ვნახოთ
ვინ შემოვა სერიოზული პიროვნება, ვინც გაგვაბედნიერებს, ქალბატონებო, უფრო მეტად. ვნახოთ. ძალიან საინტერესო. აქ ვიტყოდი რას ვიყურე, აი ზოგადი ფონი როგორ იქნება ამ წლის ბოლომდე, ესე გეტყვით. სიტუაცია, სადაც არის დაპაუზებული, მეგობრებო და გაჩერებული სიტუაცია გაქვთ ვინმე თქვენს ყოფილთან. ეს ყოფილიც გამოჩნდება აი ესე შეიძლება ვიღაცებს დაბლოკილი ყავთ, მეგობრებო, ან იმას ყავთ დაბლოკილი, ეს ყოფილიც გამოჩნდება და ასევე გამოჩნდება პიროვნება საკმაოდ მხიარული, ბავშვური, რაღაც ესეთი დადებითი პოზიტიური პიროვნება, შეიძლება ასაკით პატარა თქვენთან შედარებით, ან როგორც ვიძახი ხოლმე ყოველთვის, თუ პატარა არ იქნება ასაკით, უფრო აი შეატყობთ, რომ ვინმე ეს ადამიანი როგორი ბავშვური, როგორი მხიარულია და აი როგორი თავის ასაკთან შედარებით პატარა შეხედულობა აქვს, რაღაც აი ესეთი ძალიან დადებითი და აი ესეთი როგორი იცი, ისეთი ენერგიებით შემოვა რაღაცნაირი ხალისიანი ენერგიებით რა, თქვენ თუ ხართ რაღაცა ისეთი სერიოზული და ღრმა ადამიანი, ეს იქნება საკმაოდ ხალისიანი, პოზიტიური პიროვნება თქვენზე, ცოტათი პატარა ასაკით, ან როგორც წამთქვი ისე. და თქვენ გექნებათ არჩევანი, მეგობრებო, გასაკეთებელი. აი ძველი, ვისაც დღემდე ელოდებით, ბლოკებში რო ყავთ, ეს თუ აი ის ახალი საყვარელი რაღაცნაირი ბავშვური პოზიტიური პიროვნება. ყოველ შემთხვევაში არჩევანი გექნებათ გასაკეთებელი და რომელზეც გააკეთებთ არჩევანს, ახალი ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში ამ პიროვნებასთან. აბსოლუტურად ახალი სრულიად და ერთადერთი რჩება ის არის, რომ არჩევანი გააკეთეთ არა იმაზე დაუშვათ ისე არის ფიქროთ, რომ აი როგორც იძახიან ხოლმე გოგოებს, გვჩვევია ხოლმე უფრო მეტად, რომ მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია. რაღაცა ეგეთი მომენტი არ გქონდეთ, მეგობრებო, არჩევანი გააკეთეთ აი თქვენ თავზე მორგებულად. ხო ხდებით, აი ისეთი არჩევანი, რომ თქვენ რომელი უფრო გამოგადგებათ. ხო ხდებით, აი ესეთი უფრო. და არა ის, რომ აი იმასთან უკვე მაქვს ურთიერთობის გამოცდილება და ეხლა თავი არა მაქვს ვიღაცა ახალთან კიდე რაღაცა თავიდან გაცნობები და ერთი ამბები. ესეთი რაღაცები არის ფიქროთ. თუ გაიცნობთ ამ პიროვნებას და ფიქრობთ, რომ მე რა დადებითი და რა კარგი ადამიანია, ხო, მიეცით შანსი და კიდე რაღაცა ამ ადამიანთან ისევ იგივე სიტუაციები არ გააგრძელოთ და ეს მუდმივად ლოდინის რეჟიმში არ იყოთ, ხო? საკუთარ თავსაც და სხვასაც მიეცით შანსი. ძალიან კარგი. კიდევ, შეხედეთ რა გადმომივარდა. ორიანების თასები, სიყვარული მოდის ნამდვილად თქვენს ცხოვრებაში ამ წლის ბოლომდე. ძალიან კარგი. მოდი კიდევ ვიკითხოთ. მე ხომ ვარიანტებზე არ ვშლი ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ გამოდის ისე, რომ სხვადასხვა ვარიანტს ვიძახი ხოლმე რა, ანუ ვიღაცასთან ერთი რეზონირდება, ვიღაცასთან მეორე, ხო? კიდევ ვინ მოდის თქვენს ცხოვრებაში, ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებთ, ახალი პიროვნება, ახალი სერიოზული პიროვნება, ვინ მოდის კიდევ თქვენს ცხოვრებაში. ის რა არის ხაკ? იცით როგორი სიტუაცია, მეგობრებო? აი რაღაცა, ეხლა უყურე,
აგერ თასების მეფე. ვიღაცები, ვინც იყავით რაღაც ესეთი გაურკვეველ სიტუაციაში, აი ამ თასების მეფესთან, აქეთ რა გვაქვს? აჰა. მოკლედ, აქ რაღაცა ის უფრო წარსულის სიტუაციებია, მეგობრებო. იგივე, აი რაღაც დაახლოებით იგივე, რაც წეგამ თქვი. წარსულის სიტუაციები და ეს პიროვნება თუ ეხლა რაღაცა ცივ ენერგიებშია, ეს პიროვნება გადმოდგავს ნაბიჯებს, რაღაცა ნაბიჯები ექნება თქვენსკენ და აი ასეთი გაურკვეველი მდგომარეობიდან გამოგიყვანთ და ახალი დასაწყისი იქნება ნამდვილად თქვენს ცხოვრებაში, თქვენ და მას, ანუ ამ ადამიანის ცხოვრებაში. ანუ ის გადაწყვეტს, რომ რაღაცა გააკეთოს თქვენთვის, რომ შედეგი მიიღოს. ანუ ესეთი რაღაცით მოდის, ესეთი გეგმით მოდის, რომ აი კი არ იყოს ესე ჩამოკიდებული და გაჩერებული მდგომარეობაში, გაურკვევლობაში, თუ უნდა რომ გააგრძელოს ურთიერთობა, რაღაცა უნდა გააკეთოს, რომ გამოხვიდეთ რაღაც ესეთი ცუდი სიტუაციებიდან, გაურკვეველი დეპრესიული სიტუაციებიდან, მოწყენილი სიტუაციებიდან, ხო? და აუცილებლად ექნება ამ პიროვნებას ნაბიჯი თქვენსკენ. ხო, კიდე რისი თქმა მინდა, იცით, ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ თქვენი დაშორება ვინმე მესამე პიროვნების ბრალი იყო, ამ შემთხვევაში გულისხმობ პარტნიორს და თუ ვინმე პარტნიორი ჩადგა თქვენს შუაში, კარგად დააკვირდით, აი ეს წარსულის ადამიანი რომ ბრუნდება, რამდენად მოცილებული ყავს ის ადამიანი. კარგად დააკვირდით ამას, ხო, მეგობრებო? ვიღაცასთან რეზონირდება ისე, რომ შეიძლება მასთან ბოლომდე არ იყოს დაშორებული და აი როგორც თქვენთან ქონდა პაუზა და მასთან გააგრძელა ურთიერთობა, ეხლა პირიქით იყოს. რაღაცა ეს სიტუაცია მოდის და კარგად დაფიქრდით ამ ყველაფერზე. სანამ ბოლომდე მიიღებთ, ხო, ამ ადამიანს. კიდე ვინ მოდის, ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებთ, ვინ მოდის თქვენს ცხოვრებაში სერიოზული პიროვნება, ვინც გაგაბედნიერებთ. აი მეგობრებო, იმპერატორი, ეს ნამდვილად სერიოზული. და ადამიანი მოდის, იცით რითი? აი თქვენ რომ ეხლა ხართ რაღაცა რომ დაგისრულდათ და რაღაცნაირად მთლად ვიღაცები მთლად ცუდათაც კი არ ხართ, აი თითქოს უკვე გაანულეთ ის სიტუაცია, მაგრამ ეს გულის ტკენა, გულის ტკივილი და აი თითქოს როგორი სიტუაცია, იცი, აი დინებას რომ მიყვებით და არაფერი არ ხდება თქვენს ცხოვრებაში, ისეთი არავინ არ არის, აი პირადში უფრო რა. აი ეს ყველაფერი დასრულდება ამ ადამიანით, მეგობრებო. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ერთ სიტუაციაზე ვლაპარაკობ, სულ აი ეს რაც ვილაპარაკე ხა, იმიტომ რომ სულ ერთი და იგივე სიტუაციები ამოდის. ეს ადამიანი მოდის სერიოზულობით, თუმცა შეიძლება ასაკით იყოს პატარა, როგორც წეგამ თქვი. თქვენთან ეს ადამიანი პატარა ასაკით მოდის, უფრო ისეთი ემოციებით და უფრო გულწრფელობით ესეთი პიროვნება მოდის, მაგრამ სრულიად სერიოზული ნაბიჯებით. ანუ ამ ადამიანს შეუძლია თავის ხელში აიგოს ეს ურთიერთობა და სერიოზული ნაბიჯები გადადგას ამ ურთიერთობაში და გაანულებს ყველაფერს, თუ რაიმე გულის ტკივილი გქონდათ აქამდე თქვენ პირად ცხოვრებაში. მაგრამ ასევე შეიძლება იყოს პირიქით. ეს ადამიანი შეიძლება თქვენი ასაკის ან უფრო დიდიც იყოს, მაგრამ უფრო ისეთი ბავშვური, ხო? აი და ან თქვენთან იყოს ისეთი ძალიან ბავშვური, კრეატიული რაღაცა, ძალიან რომანტიული, ხო, აი ესეთი რაღაცებით მოდიოდეს თქვენთან ეს პიროვნება. ყოველ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული ნაბიჯებით მოდის ეს ადამიანი თქვენთან. და ძალიან მიხარია. ანუ ორი ვარიანტია აქ რა, მეგობრებო. როგორც თავიდან აღვნიშნე, ეს იგი
ეს წარსულის ადამიანის ბრუნდება და გაცლება გექნებათ ახალი პიროვნების კიდევ, რომელიც საკმაოდ სტაბილური და საკმაოდ სერიოზულობით მოდის თქვენს ცხოვრებაში. კიდევ რა გელოდებათ, მოდი ესე ვიკითხოთ, კიდევ რა გელოდებათ თქვენს პირად ცხოვრებაში ამ წლის ბოლომდე? აჰა, მეგობრებო, მოიჩქარის აბსოლუტურად უყურეთ. კვერთხების მეფე მოიჩქარის თქვენსკენ თავისი რაშით და ის ძალიან დიდი ცვლილებები ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, აი უდიდესი ტრანსფორმაცია, რაღაცები ნულდება, მეგობრებო, და ეს რაღაცები არის თქვენი დეპრესიები, თქვენი მოწყენილობა, თქვენი აი ეს რაღაცა ძველი წარსული ტრამვების გამო, აი ესეთი რაღაც ხმლების დედოფალში ყოფნა ნულდება და აი ეს პიროვნება თქვენ გაგახალისებთ, ცხოვრების ხალისზე მოგიყვანთ. შეიძლება ფიქრობთ, რომ ეხლაც არ მაქვს დაკარგული ცხოვრების ხალისიო, მაგრამ ხო იცით, მაინც პირადი ცხოვრება როგორია, როდესაც პირადი ცხოვრება გაქვს მოგვარებული, უფრო სხვანაირ თვალით უყურებ, ხო, ცხოვრებას, კიდევ უფრო მეტად გიხარია ცხოვრება და აი ზუსტად ეს რაღაც მოხდება, მეგობრებო. აი თქვენ აი ესეთი გაყინული და რაღაც ცივი დედოფლის როლიდან გადახვალთ ძალიან მხიარულ, თბილ, მეგობრულ მდგომარეობაში და ძალიან ისეთი ხალისიანი ურთიერთობა გექნებათ ამ პიროვნებასთან. ძალიან მიხარია რა სიტუაციებიც მოდის. რჩევაც ვიკითხოთ თქვენთვის, მეგობრებო. მოდი რჩევა სხვა დასტით ვიკითხო. აი ეს ავიღოთ რაღაცა. მინდა რომ ამით ვიკითხო რჩება თქვენთვის. რას გირჩევთ ტარო? აი ამ სიტუაციებში, რაც თქვენს პირად ცხოვრებაში მოხდება წლის ბოლომდე. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რაც მოხდება თქვენს პირად ცხოვრებაში ამ წლის ბოლომდე, ამასთან დაკავშირებით რჩევა ტაროსგან. გავიგოთ აბა, რას ურჩევ ტარო. ტრანსფორმაციას, მეგობრებო. სამყარო თქვენ სამართლიანად გექცევათ და რაც დაიმსახურეთ, მიიღებთ იმას და თქვენ იგრძნობთ თავს გამარჯვებულად, მეგობრებო. და იგრძნობთ თავს როგორ იცი, აი თითქოს დაამარცხეთ ის მტრები, ვინც ყავდათ და ვინც გადკინათ აქამდე, ხო, გული, აი ეს ყველაფერი დაამარცხეთ და სამართლიანობა მოდის თქვენს ცხოვრებაში, თქვენს პირად ცხოვრებაში, ბევრი რამე იცვლება, მეგობრებო. ძალიან დიდი ცვლილებები მოდის და თქვენ გადადიხართ როგორ ფაზაში, ცით, თუ აი აქამდე ისეთი ურთიერთობა გქონდათ, რომ თავს ვერ გრძნობდით დაფასებულად, მიუწვდომლად, რაღაც ქალებს ეს ვიხარია, ხო, და მიუწვდომლები რო ვართ კაცისთვის და აი რაღაცნაირად დაფასებულები და სულ რო შემოგუნატრიან, ხო, ეს გვიხარია და აი ასე ვერ გრძნობდით თავს და ძალიან გაუფასურებულად გრძნობდით იმ წინა ურთიერთობაში თავს და რჩევა ტაროსგან ის არის, რომ თქვენ წახვიდეთ აი ამ ყველაფრისგან, მეგობრებო, რასაც აი ადრე გრძნობდით, რასაც განიცდიდით და რაც ეხლაც გაქვთ გულში ცოტა და შემორჩენილი და მაინც გეფიქრებათ ამ ყველაფერზე, ხო? ტაროს რჩევა არის, რომ თქვენ იმუშაოთ საკუთარ თავზე, ბევრი ისწავლოთ და აი ეს გამოცდილება გადაიტანოთ თქვენს განვითარებაში. აი ეს ცუდი გამოცდილება იმ განვითარებაში თქვენ გაიზარდოთ უფრო მეტად, როგორც ქალი, როგორც პიროვნება და შეიცვალოთ შინაგანად და გახდეთ ის ზუსტად, ვინც თქვენ გონებაში გაქვთ დასახული, მეგობრებო.
და არ ჩარჩეთ აი იმ მდგომარეობაში, აი ეხლა როგორ შეცხართ უყურეთ, ეხლა ხართ როგორ მდგომარეობაში, იცით? კი, წასული ხართ ამ სიტუაციიდან, მაგრამ უყურეთ ეს თასები, აი ესენი მაინც სავსე არის და მაინც რაღაცა იმედი გაქვთ იმ ყველაფრის, რომ ის ყველაფერი რაღაცა დოზით შეიცვლება, რაღაცა შეიძლება ვიღაცები ისევ ელოდებით იმ წასულ პარტნიორს და რაღაცა მოლოდინის რეჟიმში ხართ და ტაროს რჩევარი ის ზუსტად რომ თქვენ შეიცვალოთ მეგობრებო, თქვენ დასკვნა, სწავლა გამოიტანოთ აი იმ ყველაფრიდან, რაც გადაგხდათ და რამაც ბევრი გატკინათ მეგობრებო და სადაც დაუფასებლად გრძნობდით თავს. რადგან თქვენ ხართ ისეთი პიროვნება სინამდვილეში, ვინც იმსახურებს, რომ იყოს დაფასებული. ვისაც აქვს იმის ძალა, რომ შინაგანად ტრანსფორმირდეს და გახდეს ის ვარსკვლავი, ის ქალი, რომელსაც აფასებენ მეგობრებო, დაბალანსებული. მიხვდით? აი დაბალანსებული. თქვენ შეიძლება ძალიან ბევრს გასცემდით 80%-ს და შეიძლება 20-საც არ იღებდით იქიდან და რაღაცა სრულიად დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გქონდათ ამ ადამიანთან, ვისთანაც იყავით აქამდე. და თქვენი დანიშნულება და თქვენი რჩევა ტაროსგან, თქვენთვის რჩევა არის ის, რომ გახდეთ აი ეს შინაგანად გათავისუფლდეთ იმ ბლოკებისგან, იმ დეპრესიისგან და იმ ნეგატივებისგან, რაც იმ ურთიერთობამ დაგიტოვათ მეგობრებო და რაც ეხლაც გაღელვებთ რაღაცა დოზით. შეიძლება მუდმივად არა, მაგრამ აი რაღაცა ესე წამოგივლით ხოლმე და გაღელვებთ, ხო, რაღაცნაირად და აი ამისი შეცვლა არის აუცილებელი და ამ ყველაფრისგან სწავლა. ანუ უნდა ისწავლოთ. უბრალოდ ისე კი არა მსხვერპლის როლში რომ არიან ხოლმე და აი ქალი რომელიც მუდმივად მსხვერპლის როლშია, ის ვერასდროს ისწავლის, ანუ გაკვეთილს ვერასდროს გამოიტანს ურთიერთობიდან, მიხვდით? და ყოველთვის ექნება იგივე ერთი და იგივე სიტუაცია სხვადასხვა ადამიანებთან და მე რო უყვირთ ხოლმე, რომ აი სულ ერთი და იგივე რატო შემოდის ჩემ ცხოვრებაში, სულ ერთნაირები რატო შემოდიან. აი ამიტომ შემოდიან მეგობრებო, რომ თქვენ აი ასეთი დიდი ტკივილი რომ განიცადეთ წინა ურთიერთობაში, კი არ შეიცვალეთ და კი არ შეგცვალოთ ამ ყველაფერს, კი არ გაგზარდათ. პირიქით, აი მე შეიძლება მეგობრებს უყვებით, შეიძლება ახლობლებს უყვებით, რომ აი უყურე როგორ დაგატრამვირათ ამ პიროვნებამ და რა დღეში ჩაგაგდოთ და როგორ ცუდად ხართ დღემდე და ვერ გამოდიხართ აი ამ დეპრესიიდან, აი რაღაც ეს და სულ ამ თემის წინაშე ტრიალებთ და არ აძლევთ თავს იმის უფლებას, რომ დაივიწყოთ და იმუშაოთ საკუთარ თავებზე. მაგრამ როდესაც აი ამ ნაბიჯს გადადგავთ და იმუშაოთ საკუთარ თავებზე და შეცვლით თქვენს ამჟამინდელ ყოფას, თქვენ გახდებით დაფასებულები, მიუწვდომელი, დაბალანსებული ქალბატონები. აი როგორც ბავშვები რო ან ეს რომანტიულ ხალხს სჩვევიათ ხოლმე ეს ვარსკვლავებს რომ უყურებენ და შენატრიან და რა სილამაზე რაღაც რომანტიული ხალხი სხვანაირად აღიქვავს ხო ვარსკვლავებს ცაზე ხო და ესეთი ქალი გახდებით რომელსაც მამაკაცები შენატრიან და არა მარტო მამაკაცები აი თქვენ რომ ესე შეიცვლებით ხო თქვენ სადაც მიხვალთ ყველგან როგორი სიტუაცია იქნება იცი თქვენს ენერგიას გადმოაფრქვევთ და იქ თქვენი ენერგია გაანათებს აი როგორ ვთქვა ხო გიგრძნიათ ისეთი ადამიანები რომ აი რო ესაუბრებით და რო ელაპარაკებით რაღაც ენერგიით ივსებით ხო და ესეთი გახდებით თქვენს მეგობრებო აი თქვენს იქნებით ისეთი პიროვნება, ვინც თვითონ არის დაბალანსებული, თვითონ არის გაწონასწორებული, თვითონ აფასებს საკუთარ თავს, თვითონ აღარ აქვს არანაირი ნეგატივი და არანაირი ნეგატივით არ არის დამძიმებული და ვინც თქვენთან ანუ ურთიერთობას დამყარებს, ისინიც რაღაცნაირად ესეთ ენერგიებში გადავლენ და ძალიან მოუნდება ყოველს თქვენთან ურთიერთობა, აი რაღაცა ესეთი სიტუაციაა.
ასევე კიდევ ამოვიღოთ რჩება ტაროსგან თქვენთვის. ხო, მეგობრებო, აი ისევ იგივე. უნდა იმუშაოთ აი ამ მიჯეჭულობაზე, აი ამ გაყინულ მდგომარეობაზე. მეგობრებო, ძალიან უნდა იმუშაოთ, რადგან ბევრი მიყურებთ ახლა ისეთები, ვინც მაინც რაღაცა დოზით ხართ, ვიღაცა ნაკლებად მიჯეჭვული ხართ იმ წარსულზე და ძალიან გიჭირთ იქიდან გამოსვლა. ფაქტობრივად გაყინული ხართ აი ამ მაგ სიტუაციაში, ხო? და ტაროს რჩევა არის ის, რომ ვიღაცა ისეთთან გქონდეთ კონტაქტი, ვინმე ისეთთან ურთიერთობა, ვინც გასწავლით ამ ყველაფრიდან გამოსვლას, ვინც შეძლებს რომ დაგეხმაროთ, მეგობრებო. რადგან როგორც ჩანს, მარტო ძალიან გიჭირთ. შეხედეთ როგორი აი გაჩერებული და გაყინული ხო რა ვერ იძურით ამ ადგილიდან. გიჭირთ აქედან გამოსვლა. თქვენ უნდა გქონდეთ ვინმე ისეთთან კონსულტაციები, თუნდაც ფსიქოლოგთან იარეთ, მეგობრებო. ვინც იძახის, რომ მე კარგად ვარ, ისინიც კი დადიან ფსიქოლოგთან, იმიტომ რომ უნდათ რომ უფრო უკეთესად იყვნენ. იარეთ კოუჩთან, თუნდაც ტაროლოგთან, ოღონდ მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, აარჩიეთ ისეთები, ვინც თქვენს ფსიქიკაზე დადებითად იმოქმედებენ. აუცილებლად, იმიტომ რომ ხო, ასეთ სიტუაციაში როგორშიც თქვენ ხართ, ხო, აუცილებელია ფსიქოლოგიური კონსულტაცია, კოუჩის კონსულტაცია, რომ დაისახოთ გეგმები, გეგმა გქონდეთ რაღაცა, მომავლის გეგმა, დაასახოთ გეგმა და მიაღწიოთ აი იმ გეგმას, გადაერთოთ იმ გეგმებზე, თქვენს გეგმებზე, მეგობრებო, და ამას რადგან მარტო ვერ ახერხებთ, აუცილებელია სპეციალისტის დახმარება. ან თუ მაინც და მაინც ვერ მიდიხართ ამ ფსიქოლოგთან და კოუჩთან და ასე შემდეგ, აუცილებელია გაიხსენოთ თქვენს გარშემო ვინ არის ისეთი პიროვნება, თუნდაც ოჯახის წევრი, დედასთან შეგიძლიათ ისაუბროთ, დაიცალოთ ბოლომდე. ხო, ანუ მე ვიცახი ისეთ პიროვნებას, ახლა მთლად რა ვიცი, ზოგს დედებთანაც არ აქვთ ისეთი ახლო ურთიერთობა, ხო, ახლა მთლად ესეც არა. ადამიანი, რომელსაც ენდობით, ადამიანი, რომელსაც ფიქრობთ, რომ აი ამას რომ ვუთხრა, ახლა ეს ჩემი გასაჭირი და მე რა სიტუაციაშიც ვარ, ხო, მისგან რჩევას მივიღებ, ისეთ რჩევას და ისეთ მიდგომას, რომელიც წინ წამიყვანს და პირიქით დეპრესიაში და ვაიმე ეს რა გაგიკეთებია და ვაიმე გოგო რის გამო ხარ ასე დღეში, აი ამას რომ გეტყვით ადამიანი, ხო, იმასთან საუბარი აღარ გააგრძელოთ. რადგან მას თქვენი არ ესმის, ჩათვალეთ, რის გამო ხარ ასე დღეში და რატო ჩავარდი და ამის გამო რატო ხარ ასე დღეში ადამიანი რო გეტყვით, ხო? მას თქვენი არ ესმით და ამ ადამიანთან არასდროს აღარ გააგრძელოთ ურთიერთობა. მოყოლა თქვენი პრობლემების. გქონდეთ ისეთ ადამიანთან კონტაქტი, თუ ვინმე გყავთ გარშემო ასეთი, ვისგანაც იცით რომ მიიღებთ სწორ რჩევებს. შეგიძლიათ თქვენ თვითონაც მედიტაციები ატაროთ, ილოცოთ, ეკლესიაში იაროთ და თუნდაც მოძღვართან გქონდეთ, ისეთ მოძღვართან, ვისთანაც შეგიძლიათ საუბარი, ხო? აი ახსარების თქმასაც არ ვიცახი, აი საუბარი მოძღვრებიც არიან ისეთები, რომლისგანაც მიიღებთ კარგ რჩევებს, დარიგებებს და რომელთან საუბარიც გამოგიყვანთ დეპრესიული მდგომარეობიდან. ხო, აი მოკეთ თქვენი არჩევანია, ყოველ შემთხვევაში ასეთ ტაროს რჩევა არის ის, რომ უნდა მიმართოთ დახმარება სპეციალისტს, რადგან თქვენ თვითონ ძალიან გიჭირთ აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ხო, მეც აღარ ვისაუბრებ, მეგობრებო. ხო, რჩება ეს არის და რაც გაშლა, რაც გქონდა, ხო, რეალურად, მეგობრებო.
სანამ ესეთი პიროვნებები გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში, თქვენს თავს უნდა უშველოთ, მეგობრებო. რადგან ისევ იგივე სიტუაცია არ დაგემართოთ მათთან, რაც წინა ურთიერთობაში. აი ამის თქვა მინდოდა. ასე რომ დააჩქარეთ, შეგეშინდეთ თქვენი მდგომარეობის. აი კი არ იმას ვშვები რაღაცა გძაბავთ, მაგრამ კაცრავად მომიწია შეწყვეტა. ხო და ამის თქვა მინდოდა. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, მაგრამ გამომივიდა მაინც ბევრი. ასე რომ იმუშაოთ მეგობრებო თქვენს თავებზე, პირველ რიგში თქვენს თავებზე და იცი რა ქენით? წარმოიდგინეთ თქვენს წარმოსახვაში როგორი გინდათ რომ იყოთ და დაისახეთ მიზანი, რომ მიაღწიოთ აი იმ მდგომარეობას, რაც თქვენს წარმოსახვაში ხართ. და დამიჯერეთ აუცილებლად მიაღწევთ, რადგან შეუძლებელი არაფერია. ჩემი გამოცდილებიდან ვიცახი. დაგემშვიდობებით, კარგ საღამოს გისურვებთ, მშვიდ საღამოს გისურვებთ, დროებით.